რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი თქვენთან არის ისევ სპეციალური გამოშვებით. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. ვენესუელა კი არა, საქართველოს გასაჭირი დაგვავიწყა ქართველებს ამბავმა, რაც ირანში ხდება. ჭორიც უბედური რომ გამოდის და მართალიც. დახოცილთა მთები რომ დადგა ფანატიკოსთა რეჟიმმა სულ რამდენიმე დღეში. ათასებს ითვლიან, მაგრამ რამდენ ათასს ჯერ მაგას ვერ არითვლიან. თავისუფლების რაინდი გოგონებისა და ბიჭების, კაცებისა და ქალების გვამების. ეს რეჟიმი როგორც ყველა უბედურება ერთ დღეს დამთავრდება, მაგრამ ამ სისხლის კალოს არ დაავიწყებს არავინ და არაფერი. და არც ივანაშვილს დავუვიწყებთ, რომ ეს მკვლელი ფანატიკოსები მისი უპირველესი მეგობრები და მოკავშირეები იყვნენ. რომ კაცი არ დაუსაფლავებიათ ირანში, ხოც რომ თავი არ ერახუნებინა მის კუბოზე. ირანზე ისტორიული მეხსიერება ბევრს ცუდს გვეუბნება და თავარი არის ასობით ათასი ქართველი, რომელიც შაჰ-აბასმა გარეკა სპარსეთში გარეკა ხეთიდან. ისინი ვინც ძირითადად მე ფერეიდანში დაასახლა. ეს ამბავი 4 საუკუნეს ითვლის. 4 საუკუნეს, რომლის განმავლობაში ამ ხალხმა გამოატარა თავისი ეროვნული იდენტობა. სრულად. ჯერ ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ 2004 წლის. ჩემი სახელი მოგესალმოთ ყველას, ჩვენ სისხლს და ხორცს, ჩვენ ჯიშს და ჩილაკს, ჩვენ საამაყო ქართველებს, ჩვენ საამაყო ძმებს და გისურვოთ დამარდება და გამარჯვება. დიდი მადლობა რომ შეხვდით. კადრში როგორც გითხარით 2004 წელია. საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ფერეიდანში. იქამდე პრეზიდენტი შევარდნაძე არაერთხელ იყო ნამყოფი უკვე ამ ქვეყანაში, აიათოლებთან, მაგრამ ფერეიდანში არც ერთხელ. მიზეზი მეგონი მარტივი იყო. მას მინძლებს არ სურდათ რაიმე უცხო ეროვნული სულის აალება ნაპერწკლიდან და შევარდნაძეს თეირანს გარეთ უბრალოდ არ უშვებდნენ. ეს კი ადგა პირველივე ვიზიტზე პირდაპირ მოითხოვა ფერეიდანში უნდა ჩავიდეო. 2004 წლის ზაფხულია. მიშას გიჟის სახელი უკვე აქვს გავარდნილი მთელს დუნიაზე და ალბათ აიათოლებმაც იფიქრეს ახლა ამას უარი რო უთხრათ, ფეხი ჩავა და უარესი ამბავი ატყდება. მოკლედ, დასთანხმდნენ. ამას გიყვებით როგორც თვითმხილველი, როგორც იქ მყოფი, მონაწილე. იმ დარბაზში მყოფი ერთი ქართველი. ის ვინც იქ გასკდა ტირილით. სამწუხაროდ, ჩემი გადაღებული კადრები აღარ შემოგჭა, ამიტომ სხვისას გიზიარებთ, მითითებით. ამ სოფელს პატარა ქალაქს ოფიციალურად ფერეიდან შაჰრი ჰქვია. აქედან წაღებულ ენაზე კი, აქედან წასხმული ხალხის ენაზე კი მარტყოფი. სოფელი თუ ქალაქი. ეს არის სპორტული ცენტრი, მგონი, დიდი დარბაზი, ყველაზე დიდი, რომელიც გაჭედილია ხალხით და მართლა ტევა არ არის. კადრებს დააკვირდით. ტრიბუნაზე აკრულია აიათოლა ხომეინისა და აიათოლა ხამენეის პორტრეტები. და კედელზე გაკრულია დიდი ბანერი, ქართულად. სიკვდილი ამერიკას და ისრაელს. ცუდია რომ ამ კადრებში არ ჩანს, მაგრამ უნდა დამიჯეროთ. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის გვერდის ადმინისტრატორმა დაწერა მისი სახელი და როგორც უშუალო მონაწილე ვადასტურებ მართლა ასე იყო. შეხვედრის შემდეგ ჩვენთან ყველასთან ბარე 1000 ადგილობრივი მოვიდა და რატომღაც ბოდიში აი მაგისტვის მოგვიხადა. ეგ ჩვენი იდეა არაა და ჩვენ დაწერილი არაა ხელისუფლებამ დაკიდაო. ის რამდენიმე საათი რაც შორეულ მარტყოფში, შორეულ ქართველებთან გავატარე, გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოცია იყო დღემდე. მას შემდეგ სულ ვოცნებობ, რომ ისევ მოხვდე იმ არაჩვეულებრივ ხალხთან და სულ ველოდები, რომ ჩემი ქვეყნის სახელით ვიღაც ისევ ჩავა და ისევ მოიკითხავს ამათ. ირანში ჩამსვლელი ნახე, ოფიციალური დელეგაციები, არაერთხელ. ფერეიდანში ჩამსვლელი კი ვერაკაცი, ვერცა არაკაცი. ივანაშვილს ირანში სხვა ინტერესი აქვს სულ, რუსული ინტერესი. 3+3 ფორმატი, სამხრეთ ჩრდილოეთის დერეფანი და ასეთები. სულ ირაკლი კობახიძეზე კიდია იქ ვინ ცხოვრობს, საქართველოზე ოცნები და ვინ საუბრობს 400 წლის წინანდელი ქართულით. 22 წელი გავიდა იმ შეხვედრიდან და იმ ხალხს ახლა ძალიან უჭირს. არადა, იცით როგორი მაგარი ქართველები არიან. გაცილებით უკეთესები, ვიდრე ბევრი საქართველოში მცხოვრები და თითქოს უაქცენტოდ მოლაპარაკე. იცით როგორი ბავშვები ყავთ? ცისფერთოალ და ქერა. და ამ ადამიანებს, ისევე როგორც ჩვენებურებს თურქეთიდან უკვე წლებია ბორია ივანაშვილი მასიურად ეუბნება უარს საქართველოს მოქალაქეობაზე. განსხვავებით რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც всегда добро пожаловать. უარის მიზეზებს არავინ ამხელს. სუსის რეკომენდაციაა, რომ შენ არ გახდე საქართველოს მოქალაქე და მორჩა. რა იცის სუსმა ან რა ინტერესი აქვს, მაგას არავინ არ ამხელს. და ამ რუსულ ჯაშუშურ თამაში რჩებიან ქართველები უსაქართლოდ. გეხსოვება თუნდაც თემურ ქათამაძის, ბათუმელი მედროშის ამბავი, რომელიც ქვეყნიდან გააძევა საოკუპაციო რეჟიმმა.
ზუსტად ასევე ექცევიან ფერეიდნელებსაც. არამც თუ მოქალაქეობას, არამედ უკვე ბინადრობებსაც აღარ იძლევიან, არსებულსაც აღარ აგრძელებენ და ახლა უკვე თანამემამულის მოწმობაზე გახდა პრობლემა. იყო შემთხვევები, რომ ხალხს თანამემამულის მოწმობა მისცეს და მერე არ გაუგრძელეს და გაუგებარია 1 წლის წინ და 3 წლის წინ თუ იყო ის ქართველი წარმოშობით მშობლიური ქართულიანი თუ ამის საფუძველზე გაიცემა, ძირითადად თანამემამულეობა ხომ ასეა. რა 2-3 წლის შემდეგ სისხლი შეეცვალა? გიორგი კრავეიშვილი ეთნომუსიკოლოგია. იკვლევს ქართულ მუსიკას უცხოეთში მცხოვრებ ჩვენებურებში. ფერეიდანს გადმოცემით არ იცნობს, იქაურობა აქვს მოვლილი და პროფესიულად აქვს შესწავლილი. 2019 წელს ორი კაცი რო გადმოვიდა მთლიანად ფერეიდნიდან თბილისამდე რო იარეს ფეხით. საერთოდ 3 ჩამოვიდნენ, მაგრამ მესამე აზერბაიჯანის საზღვრიდან შეუერთდა. აზერბაიჯანი ირანის საზღვრიდან შეუერთდა ფეხით, იქამდე მანქანით იარდა. ორმა შახრა მონიკაძემ და ომიდ გუგუნანმა, ანუ ამირან გუგუნაშვილმა ფერეიდნიდან თბილისამდე მთლიანად იარეს ფეხით 35 დღე. და რო შემოვიდნენ წითელი ხიდი და ჟურნალისტი რო დაახდათ, ეკითხება რომ თავს როგორ გძნობთ, როგორ ხასიათზე ხართ? ბატონი ამირანი ეუბნება რომ ახლა მოიცათ, ჯერ ქართული მიწა დავკოცნო, მერე საქართველოს დროშა არსებობს ეს კადრი. ერთი წუთი ჯერ ეკა, მინდა მიწა დავხოცნო საქართველოს. ოპა. არის ესე ჩემი ოცნება. აია. და მერე დროშა. და ამის მერე იძლევა ინტერვიუს. და მიუხედავად ასეთი სიყვარულისა ხალხი ფეხით გადმოვიდა. ფერეიდნიდან იცით რა მხელა მანძილია, დაახლოებით 1800 კილომეტრია მეტი თუ არა თბილისამდე. მოქალაქეობა არ მისცეს. რამდენჯერმე შეიტანა ამირანმა და ბევრმა შეიტანა რამდენჯერმე. მოთხოვნა ყოველ ჯერზე უარი მიიღეს. ახლა შახრამს მიშა სააკაშვილის დროს ჰქონდა შეტანილი განაცხადი და ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მისცა მოქალაქეობა, მოასწრო. ბატონ ამირანმა მაშინ სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული და ვერ მოიცალე თავიდან ამ საბუთებისთვისო და როცა მოიცალა მოქალაქეობა არც ერთ ჯერზე, არც მას და არც მისიანებს არ მისცეს. გიორგი, რამდენად რთული ვითარებაა? მესმის რომ ახლა სტატისტიკა და პროცენტები არ იცით, მაგრამ ზოგადად ვითარება რამდენად მძიმეა? ეს არის ხალხი, რომელიც 400 წელია უკვე ინარჩუნებს ქართულ ენას. და ამ 400 წლიდან დაახლოებით 350 წელი ქართული წიგნი არ ენახათ საერთოდ და ქართული ანბანი. აი 1940-იანი წლებიდან ნელ-ნელა ცოტათი გაჩნდა ქართული წიგნები, როცა კინორეჟისორი ირაკლი კანდელაკი ჩავიდა, ფილმი გადაიღო მაშინ. მერე კიდევ ვერ მახსოვრებათ, გეცოდინებათ თქვენ ისპაჰანში მეტალურგიული ქარხნები რომ შენდებოდა რეზა შახის დროს 1960-იან წლებში, მაშინ ჩავიდნენ აღმოსავლეთ მცოდნეები და ჩაიტანეს რამდენიმე წიგნი და დამოუკიდებელი საქართველოს დროს უფრო გაღრმავდა ეს ურთიერთობა, თორემ აი 60-70 წლის წინ რეალურად წიგნი თითქმის ნანახი არავის არ ჰქონდა. დღეს მადლობა ღმერთს, წერა-კითხვა იცის ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და შუახნის თაობის წარმომადგენელმა, არსებობს კერძო სკოლა უკვე 25 წელია, რომელსაც ძალიან კარგი კაცი ხელმძღვანელობზე შემიძლია დავასახელო ყოლამრეზა ხუციშვილი, რომელმაც იქ დაზარდა ქართული ენის პედაგოგები, საიდ მულიანი და სხვები ასწავლიან ისინი ქართულ ენას და არის ძალიან დიდი მოთხოვნა ქართული წიგნისადმი და ხალხი, რომელიც სიყვარულით სწავლობს ქართულ დამწერლობას, ფერეიდანში მაღაზიების 90% არის გაფორმებული ქართული წარწერებით. ტკბილ ხარ შენ სამშობლო როგორც ღმერთი ერთია ქვეყანაზე, გაუმარჯოს საქართველოს და სხვადასხვა თემატური წარწერები აქვს, მაგალითად აქ ნოქიას მობილურები. მაგალითად საკანცელარიო ნივთების გაყიდვა. ზოგჯერ არის შეცდომების დაფიქსირებულად წარწერებში, მაგრამ თავარია რომ ენა უყვართ ამ ხალხს, ქართული ანბანი უყვართ. მესმის რომ არც ამის სტატისტიკა არსებობს, მაგრამ ფერეიდნელთაგან დაახლოებით რა რაოდენობას, რა პროცენტს უნდა რეალურად საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა ქვეყნის?
არის ხალხი, რომელსაც არ აქვს ნება, რომ საქართველო და ევროპული ქვეყნები მოინახულოს, თუნდაც ტურისტული მიზნით. ეხლა ასეთი კატეგორია არიან პოლიციელები, მასწავლებლები, სხვადასხვა საწარმოოს ხელმძღვანელები, მერიაში და ადგილობრივ საკრებულოებში დასაქმებულები, მოკლედ რომ ვთქვათ, მმართველობითი რგოლის წარმომადგენლები, სანამ ისინი მუშაობენ ამ თანამდებობებზე, მათ საერთოდ არ აქვთ უფლება, რომ ერთხელაც შემოვიდნენ თუნდაც საქართველოში. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ბატონო. და თვითონ იქ ვინც შემოდის საქართველოში, ვისაც აქვს ეს უფლება, ეგეც აგვიხსნეს, რომ $2000 ეკვივალენტი ირანული ფული უნდა დადო ანგარიშზე იმის გარანტად, რომ მერე ირანში დაბრუნდები და დაბრუნებისას იმ ფულს უკან გიბრუნებენ. მაგრამ ყველას ეს ფულიც არ აქვს. შეხვდნენ ესეთები. და ვინც დადის საქართველოში იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოთ, პირიქით გამოდის, რომ სახელმწიფო მათ ხელს უშლის. როდის შეიცვალა ეს პოლიტიკა? როდის იყო და სად იყო ეს გამყოფის ზღვარი? განსაკუთრებით მწვავედ ეს იგრძნობა, როგორც თვითონ ამბობენ 2018 წლიდან. თუმცა პოლიტიკა ნელ-ნელა შეიცვალა 2012 წელს, მაგრამ განსაკუთრებით მწვავე ეს 7-8 წელიწადია. უკავშირებენ უყურადღებობის გამო და გარკვეულწილად არ გამორიცხავენ ირან საქართველოს ურთიერთობას. სააკაშვილი ერთხელ იყო და ჩავიდა ფერეიდანში. კობახიძე მგონი ორჯერ იყო. ან შეიძლება მეჯერ, მაგრამ ფერეიდანში ამდენადაც ვიცი არ ჩასულა. შეუთვალა მაინც რომ აქ ვარ ძმებო, თქვენთან ავართ. გვიგულეთ, ჩვენი იმედი გქონდეთ. დიახ, უნდოდათ. უნდოდათ და აპირებდნენ თეირანში მცხოვრები ფერეიდნელები შეკრებას. მაგრამ წამიერადაც კი ეს შეხვედრა არ შედგა. და თვითონ ამ ადამიანებს სურდათ კობახიძესთან შეხვედრა. ინიციატივა გამოიჩინეს. ერთ-ერთი ორგანიზატორი ვინც იყო? მერე ის რამდენიმე დღეში ჩვენ მეორეჯერ ჩავიდა ბატონი ირაკლი კობახიძე. მას მერე ჩავედით ფერეიდანში და ის ორგანიზატორიც უკვე ფერეიდანში იყო ამობრუნებული და იმან მოგვიყვა დეტალებში. ძალიან იყო გულდაწყვეტილი. მე და ჩემი მეგობრები ძალიან ვიყავით გულდაწყვეტილი. თქვენ ფერეიდანში გქონდათ სამეცნიერო კულტურული ექსპედიცია. იკვლევდით იქაურ ქართველებში სიმღერასა და ცეკვას, შერჩენილს. რა პოლიტიკაა ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან? ირანულ ხელისუფლებას თქვენთვის ხელი არ შეუშლია? ჩვენ ჯგუფები ვიყავით მუსიკოლოგები და ქორეოლოგები. და კვლევაში მაინც შეგვეშალა ხელი იმ გაგებით, რომ ძველი ვიდეო კასეტების ალბათ 90% ჩვენ ვერ მოგცეს გადასაწერად. რატომ? აღმოჩნდა, რომ ვინც 20-30 წლის წინ ცეკვავდა და გადაღებული იყო ეს მასალა, ზოგი იყო რაღაცა საწარმოს ხელმძღვანელი, ზოგი იყო პოლიციელი, ზოგი იყო პედაგოგი და აკრძალული ქონდათ მათ ცეკვას სიმღერა და რო ვეუბნებოდით, მაშინ რო გადაიღეს, მაშინ ხო არ იყო აკრძალული. არა, მაინცო ინტერნეტში რო ატვირთავთო, მერე შეიძლება პრობლემა იყოს ამაზე. მაგრამ ორი ძველი კასეტა მაინც გადმოვიღეთ, სადაც თვითონ ცოცხლადის თვითნაღარა უკრავდა და ძალიან კარგი თამაშობები მაინც მოგწეს, იმიტომ რომ აქო ახლა ერთი კაციაო და ისიც უკვე პენსიაზეა გასული და შეიძლება ამის გამოჩენა. Цима моди, чом пайдачи чоши. თორე თვითონ ცეკვა სიმღერის ჩაწერისას შესაშური მონდომება გამოიჩინა ყველა ასაკმა და ქალმაც და კაცმაც. არ ქონია არანაირი პრობლემა. კულტურული კავშირი როგორია ფერეიდანსა და საქართველოს შორის? როგორ სწავლობენ ქართულ ენას საერთოდ? ქართულ ცეკვას როგორ სწავლობენ, ქართულ სიმღერას როგორ სწავლობენ? წიგნის გაგზავნა თუ შეიძლება, ან იქ თუ შეიძლება წიგნის დაბეჭდვა ქართულის. ბარგის სახით, მაგალითად ჩამოდიან აქ ფერეიდნელები, უბრალოდ თავ შევიკავებ დავასახელო ის კონკრეტული პიროვნებები, მაგრამ მეც ძალიან ახლო ურთიერთობა მქონია, რომლებსაც მიაქვთ ქართული წიგნები და ეს არ არის მარტო დედაენა არ არის, სხვადასხვა რაღაც ლიტერატურული წიგნებია, წერლების წიგნებია, საქართველოს ისტორიაზეც არის წიგნები. მაგრამ ცოტა მიაქვთ.
და სიმღერისა და ცეკვის მასწავლებლის გაგზავნა ეს დღევანდელ სიტუაციაში ძალიან ძნელად მესახება. თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ ახლა დისკები გაუგზავნიათ, კი, ეს შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ეგეც ძალიან ცოტა. იქაური ტელევიზია მესმის რომ კაცრად კონტროლირება და რაიმენაირად აღიარებს, ცნობს რაიმენაირად ქართულ კულტურას, რაიმენაირად აშუქებს. აი ერთ ელემენტარულს გეტყვით კიდევ, დიდი ხანი ტელევიზიაშიც კი სიმღერა იყო აკრძალული, ბოლო რამდენიმე წელია დაუშვეს. პირდაპირ ეთერში საერო ჟანრის სიმღერები, მაგრამ შარშან წინ რო ვიყავით, იქ თვითონ გვიყვებოდნენ, რომ ფერეიდინის ანსამბლი რო გამოიყვანეს, მეფანდურე ბიჭი დააყენეს კამერის მიღმა, რადგან ტელევიზიაში თურმე საკრავის გამოჩენაც იკრძალება. შეიძლება ხმა ჟღერდეს, მაგრამ საკრავი არ უნდა ჩანდეს. ქართულ სიმღერებს, ფერეიდანის თემატიკაზე შექმნილ ქართულ სიმღერებს. როგორც ვიცი, ეთერში ერთი ნომერი გაუშვეს, ერთი ნომრის ვიდეოა, მაგრამ იქ რამდენიმე ნომერი შეუსრულებიათ. ისე ძველი ფოლკლორი, ოღონდ ღერიან ესენი ფერეიდანზე ახლად შექმნილ სიმღერებს. მადლობა გიორგი. დიდი მადლობა. ქართული სიმღერა 2004 წელს იმ შეხვედრაზეც გვიმღერეს ფერეიდნელებმა, რომელზეც ახლა გიყვებოდით. ხარღისუნის ტიროდეს და ცრემლებს აყრიდეს მეცედეგრე გიოდეს გომარტო საკაშვილის ტკირო მე უნდა წაი საკაშვილი ვნახო ჩვენ ემებს აღემოსულან ჩვენ გურჩირიან ჩვენ სისხლჭირიან ქართულ დელეგაციას ფერეიდანში ჩატანილი ჰქონდა ბლომა წიგნი ყველაზე მეტი მგონი დედაენა იყო და უნდა გენახათ როგორ იტაცებდნენ და როგორ იხუტებდნენ ამ წიგნებს გულში მე სათითაოდ მოდიოდნენ ყველასთან და გთხოვდნენ ხელი მომიწერე ამ წიგნზე ქართულად მე ვერ ვქენი უარი უთხარი ყველას დედაენას ჩემს სახელს ვერ დავაწერმ მათქი იაკობის სული არ მაპატიებდა მაშინ რაიმე ქართული მოგვეცი ქართულად რომ ეწეროსო ვიღაცას პატარა ხატი აღმოაჩნდა კოცნეს ჩაიხუტეს და გულის ჯიბეში ჩაიდეს მე ვიღაცას გაახსენდა ლარები მაქვს ქართულიო მეც მქონდა რაღაც მაგრამ რამდენს ეყოფოდა დამწუხაროდ ბევრს ვერა დიდი გახარება იყო ჩვენი ხალხსათი და ძალიან გოხარდაყე და ეს ემექნესო ერთად გირი მაიგონეს საქართველოს და ჩვენი სამშობლო მე ფერეიდანში მარტყოფში სულ რამდენიმე საათს ვიყავ. ოღონდ სხვა არაფერი რომ ცოდნოდა, სრულიად საკმარისი იქნებოდა რომ იმ 400 წლის მთელი ტკივილი წამომეღო. და წამომეღო რწმენა რომ ამ ხალხს საქართველოს აღარ მიატოვებდა. რომ მათთან საქართველოს ხელისუფლების მეთაური ისევ ჩავიდოდა თან ბევრჯერ. რომ მათთვის უფრო გაიხსნებოდა ნამდვილი სამშობლოს კარი. სამწუხაროდ ასე არ მოხდა. რატომ? იმიტომ რომ რეჟიმმა აიათოლებთან გადასარევა დაალაგა ოფიციალური და არაოფიციალური ურთიერთობა და რუსულ, ირანულ, ქართული სიამტკბილობის მორღვევა საერთოდ არ ხიბლავს დღეს. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგის გოგოტიშულთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაგეკებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.